პასი მარჯვნივ გრძელდება თელავის იერიში. კიდევ ერთი გადაცემა ჩაწოდება იქნება, ჩაწოდება საჯარიმოში და დააბრუნეს ბურთი, შეიძლება ანგარიშის გახსნა და ხარიხას ხვდება. გადარჩა ქუთაისის ტორპედო გაშვებულ გოლს. ძალიან კარგი შანსი იყო, ტატო ჟივიძეს შეეძლო ანგარიშის გახსნა. კარგი მომენტია, დარტყმა კარში და ბრავო ფილიპ კლიაიჩს. ჩადული იობაშვილი თუ არ ვცდები ურტყამდა კარის მიმართულებით და კლიაიჩის კიდევ ერთი მოგერიება. ჩაწოდება საჯარიმოში და ბიორნიონსენი რა შანსი ჰქონდა ქუთაისელთა მეცხრე ნომერს. ნორვეგიელმა ძალიან კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. პაცაცია ისევ ფელიპე პირესი გრძელდება ქუთაისელთა შეტევა პირესი რას მოიმოქმედებს ბასილაძე ხავს ფლანგზე ბასილაძეც რომ მოძრაობაც არ ქონია ჩააწოდა დარტყმა 1-0 1-0 ბიორნიონსენი გოლის ავტორი დაწინაურდნენ შეხვედრის სტუმრები აი ერთადერთი ის ეპიზოდია გადასამოწმებელი როცა ნიკო ცეცხლაძის წინააღმდეგ ითამაშა ალეკო ბასილაძემ ეს ბიორნიონსენისთვის პირველი გოლია ქუთაისური კლუბი გადის წინ და ვნახოთ რა მოხდა იმ მომენტში ბრძოლა ბოლომდე ჯარიმა არ იყო არბიტრის აზრით ფელიპე პირესის პასი ფაცაციას გრძელდება იერიში ფაცაცია ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს რა კარგი გადაცემა იონსენი დარტყმა და კუთხური იქნება რა შანსი გაუშვა ბიორნიონსენმა და შესანიშნავი იყო ლევან თანდილაშვილი უკეთ მართებდა თამაში ბიორნიონსენს რეალიზაციის მხრივ ნამდვილად აქვს პრობლემა ქუთაისელთა ფორვარდ ცოტნე ფაცაციას ფანტასტიკური გადაცემა ის წავიდა კუთხურის ჩამოსაწოდებლად. რა მაგარი გადაცემა გაუკეთა ბიორნიონსენს და ნორვეგიელმა ვერ გამოიყენა ეს. ჩაწოდება გიგაური 2-0. მერაბ გიგაურმა გაიტანა ქუთაისის ტორპედოს კაპიტანმა მეორე გოლი დღევანდელ დაპირისპირებაში 2-0 შეხვედრის 64 წუთზე. შეეხება მერაბ გიგაურს. ეს გიგაურისთვის გახლავთ პირველი გოლი მიმდინარე სეზონში. გოგნაძე ბასილაძე ეთამაშება ძალიან კარგი იყო ალეკო ბასილაძე ამ მომენტში ფელიპე პირესი ბურთთან პირველი ის იქნება პირესის გადაცემა იონსენი და რამხელა სივრცე აქვს ბიორნიონსენს შეუძლია პასი გააკეთოს იონსენის პასი 3-0 ძალიან მალე მოახერხეს ქუთაისელებმა მესამე გოლის გატანა ბიორნიონსენი მესამე გოლი საგოლე პასი ნორვეგიელის ანგარიშზე სწორად მოიქცა თავისუფალ სიტუაციაში და მდგომარეობაში იყო პაატა გუდუშაური და რატომაც არა სწორედ მას გაუკეთა გადაცემა შესანიშნავი მოქმედება მართლაც აქ ნორვეგიელის დარტყმა ცოცხალ კედელს ხვდება ბურთი 3-1 თელავმა გაიტანა თამაშგარე მდგომარეობა არ არის და ტატო ჟივიძე ხდება ამ გოლის ავტორი შეამცირეს თელაველებმა სხვაობა აი ამ სტანდარტულის შემდეგ ერთი ბურთი გაიტანეს შეხვედრის მასპინძლებმა ორმა გიცვლება ვალერიან გაგუას მხრიდან გიორგი ტავახაშვილი გამოყავს მას მოედანზე და ასევე დავით გოგოტიშვილი აი აქ ნახოთ რა მოხდება თელაველთა მცდელობა დარტყმა ფილიპ კლიაიჩის ადგილზე რა პირდაპირ ხელებში მოვიდა ბურთი კლიაიჩის